შევედით პირდაპირ ეთერში და დაპირებისამებრ უნდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმრები. ბუნებრივია, რომ წამყვანი უცვლელია ასევე ტელეფონის ნომერი 2398105 და უცვლელია თემა, რომელიც საკმაოდ მძიმეა სასაუბრო, თუმცა ფაქტია, რომ საფრანგეთში დატრიალდა ტრაგედია და ტერორისტულ ფაქტს ემსხვერპლა 12 ადამიანი, მათ შორის სხვადასხვა რელიგიური კუთვნილების წარმომადგენლები, თუმცა ეს ყველაფერი არის შედეგი, რომელიც ყველას გვეტკინა და რომელიც განვიცადეთ, მაგრამ ამ ყველაფერს გონდა მიზეზი შესაბამისად დღევანდელი ჩვენი სტუმრები იქნებიან დეკანოზი თეოდორე გიგნაძე და მე ვიცი რომ მის მოსაზრებას ძალიან ბევრი მაყურებელი ელოდებოდა, გვიკავშირდებოდნენ და გთხოვდნენ რომ თქვენი პოზიცია დაფიქსირებული იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. დათო გირგვლიანი, ადვოკატი, რომელიც უკვე სამართლებრივად შეეხება ამ ყველაფერს და ისაუბრებს და ცოტა ხანში შემოგვიერთდება სრულიად საქართველოს მუფთის პრესამსახურის უფროსი ოთარ ნადირაძე. ბუნებრივია, ეს გადაცემა ისე ვერ ჩაივლიდა, რომ არ ყოფილიყო ამ გადაცემაში მუსლიმების პოზიციას დაფიქსირებული. ტელეფონის ნომერი არის 2398105 და Skype მისამართი ობიექტივი 2. მაშინ მამა თეოდორესგან რომ დავიწყოთ, ალბათ ჯობს და თქვენი შეფასება ან კომენტარი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით როგორი იქნებოდა? ახლა თვითონ ეს ფაქტი რომ აღწეროთ, ალბათ ამის საჭიროება არ არის, ყველა მიცით უკვე რა მოხდა. უბრალოდ დღეს ერთ-ერთი პრობლემა, რაც ჩვენ წინაშე დგას, არის ის, რომ თითქოს ესეთი იძულება ადამიანებზე, რომ თუ ესე იგი არ ახარ რაღაც სხვისი შეურაცხყოფის ან გარყვნილი კარიკატურების მომხრე, მაშინ უნდა იყო მკვლელი. ანუ ის რომ თქვათ, თუ შარლი არ ახარ, მაშინ მკვლელი უნდა იყო. აი ეს შავ-თეთრად დანახული სამყარო იძულება კაცობრიობაზე, რომ შავ-თეთრად დაინახოს სამყარო, რომ არ გქონდეს ადამიანს, კაცობრიობას და თითოეულ ადამიანს არ გქონდეს ანალიტიკური აზროვნების უნარი და ფაქტიურად არის ეს ისეთი სერიოზული ძალადობა ადამიანის თავისუფლებაზე, რომ ეს ფაქტურად დიქტატურა არის, როდესაც აი ამგვარად ითხოვენ ადამიანებისაგან ამგვარი, ანუ არჩევანს არ გიტოვენ, ფაქტურად ესეთი რამ ხდება და ამიტომ ეს თავისთავად ცხადია, მიუღებელია და ჩვენ მე ესე მგონია, რომ თითოეული ადამიანის ღირსება, თავისუფლება და აქედან გამომდინარე, მე უნდა დავაფიქსიროთ ჩემი პოზიცია თავისუფლად, რაც ზეწოლაც არ უნდა იყოს და თქვათ, როცა არჩევანი მაქვს, რომელია უარესი, მრუშობა თუ მკვლელობა, მე უნდა მქონდეს უფლება ვთქვა, არც მრუშობაა კარგი და არც მკვლელობაა კარგი. ეს ერთი. ეხლა თქვათ, ქრისტიანულად თუ შევაფასებთ, თქვათ, იმ რაც ამ მკვლელობას უსწრებდა, ხა ის რომ თქვათ მკვლელობა არ ვარ გამკვლელობა ცუდია, ეს როგორ შეიძლება ვემიჯნებით, ეს გასაგებია. მე მგონი ეს დახურული თემაა. ქრისტიანობა ამას ძალიან კარგად ასწავლის, რომ ერთ ლოყაში გაგარტყობენ, მეორე მიუშვირე და საერთოდ თვითონ ღვთის შეურაცხყოფა. ადამიანს შეიძლება გაეღიმოს კიდევაც გარკვეულად, იმიტომ რომ ღმერთი შეურაცხყოფილი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება. აი იგავური სახე რომ მოვიტანო, აი მზეს რო აგინოს ადამიანმა, მზეს არაფერი არ დააკლდება. მაგრამ არის ერთი რამ, როდესაც თქვათ რაღაცა ქმედებას ჩავდივართ, ყოველთვის უნდა გაამჭრიტოს ადამიანმა, რამ შეიძლება ამას მოყვეს და როგორ შეიძლება შეფასდეს სულიერი თვალსაზრისით. აი მაგალითად, კვლავ იგავური სახე. თქვათ შემოვიდა, თქვათ ადამიანი, რომელსაც ატომღაც არ მოსწონს ობიექტივის, ეს ტელევიზია. ეს ტელევიზია არ მოსწონს. ღმერთმა დაგიფაროთ, ჯვარი გწერიათ, მაგრამ დაუშვათ. და შემოვიდა იარაღით, რაღაც აჟიტირებული, ძალიან ესე იგი აღელვებული ნერვული სისტემა ფაქტიურად იმდენად მოშლილი აქვს, რომ არაადეკვატურია, ხელში უჭირავს იარაღი და ესე იგი გვეჭხუბება, გვემუქრება, რომ მას რაღაც არ მოსწონს. ბუნებრივია და გვემუქრება, აი სროლით. ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად, რომ აი იმ ცეცხლზე, რომელიც ამ ადამიანში ანთია, რომელიც მას არაადეკვატურს და საშიშს ხდის, ცეცხლი არ დავასხა, ნავთი არ დავასხა. წარმოიდგინეთ, ეხლა ადგეს რომელიმე ჩვენთაგანი და ასეთ გადარეულ ადამიანს მივაყენოთ შეურაცხყოფა, დავემუქროთ, უარეს ვიზავთ, ჯერ სადახართ და ფაქტიურად გავუკეთოთ პროვოცირება და ვაიძულოთ ეს ადამიანი, რომ ესე იგი ეს აგრესია ბოლომდე გამოავლინოს და მან ესე იგი სროლა ატეხოს. როდესაც თუ ამ სროლის შედეგად აქ ვინმე დაიღუპება, კითხვა ჩდება, ვისი ბრალია ეს? ვინ იქნება პასუხისმგებელი? ის, რომელიც ამგვარ მდგომარეობაშია, თუ ის, ვინც პროვოცირება გაუკეთა ამგვარ მდგომარეობაში ყოფ ადამიანს. ყველა შემთხვევაში თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ ადამიანს და ქრისტიანულად ესეა, ესეთ დროს ადამიანი თვითყოლათაც კი შეიძლება შეირაცხოს, როცა თქვათ ამგვარ რამეს ჩაიდენს. გარდა ამისა, ეხლა თქვენ იურისტი ბრძანდებით, ხო და აი
მე მაინტერესებს, მე არა ვარ იურისტი, მე არა ვარ კანონების მცოდნე, მაგრამ თქვათ ჩვენ რო გავაკეთოთ რედაქცია, სადაც ჩვენ ესე იგი დავიწყებთ კარიკატურების ხატვას, რომელი კარიკატურებითაც მივაყენებთ შეურაცხყოფას სხვა ერების, საქართველოში მცხოვრებს სხვა არაქართველი ერების და სხვა არამართლმადიდებლებს, მოკლედ. მუსულმანებს, თქვათ, იუდეურ თემს, მონოფიზიტებს, ანუ ყველას და დავიწყებთ მათი რელიგიური გზნობების შეურაცხყოფას. გამოუშვით პირველი, თქვათ, ჟურნალი ან გაზეთი, მე მგონია, რომ სახელმწიფო ჩაერევა იმ წამსვე და პრევენციის თვალსაზრისითაც ასევე შეიძლება დაგვადანაშაულონ, რომ რაღაც შუხს ვაღვივებთ, ხო, შევურაცხყოფთ. ანუ დესტრუქციულია ყველა შემთხვევაში სახელმწიფოებრივი თვალსაზრისი ჩვენი ქმედება. იყო მსგავსი შემთხვევა აჭარაში თუ გახსოვთ, როდესაც ღორის თავი მიაჭედეს. კი. და ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრმაც კი გააკეთა კომენტარი და მოყვა ამას სახელმწიფო რომ უმცირესობების ჩაგვრა მიმდინარეობს საქართველოში. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, როცა ამდენი წლის განმავლობაში ეს საფრანგეთში ეს გამომცემლობა მოღვაწეობს, იყო იქ მრავალჯერ წამოწეული ეს საკითხი, სურდათ თქვათ, ეს გაჩერებული იყო თქვათ, სასამართლოში ჩიოდნენ კათოლიკები ვიცით, მაგრამ ამას შედეგი არ მუქარაც იყო. ამას შედეგი არ მოყვა და ნუ საბოლოო ჯამში ყველაფერი ესე ტრაგედიით დასრულდა, თუმცა როგორც ხედავთ აქ თქვათ, თითქოს ჭკუა ვერ ვისწავლეთ და კვლავ არის თქვათ, პირი უფრო მეტი ტირაჟით გამოცემის ცდელობა და გამოუშვეს კიდევაც თუ არ ვწდები. ანუ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ტირაჟი იყო 60,000 მაქსიმუმი და ეხლა გახდა 5 მილიონი. და რიგები იდგა საფრანგეთში, რომ ეყიდათ ეს ჟურნალი. და ეს ყველაფერი თან შევაფასეთ რაღაც მიწიერ პლანში და მიწიერ სიბრტყეში, მაგრამ ადამიანი არის არსება, რომელიც ფეხებით კი მიწაზე დგას, მაგრამ სულიც მარადისობაში გადადის და წარმოიდგინეთ, ღმერთი არის და გარდა იმისა, რომ ჩვენ შეურაცხყოფთ უამრავ ადამიანს, რომლებსაც წამთ, შეურაცხყოფთ საშინელი ფორმით, ახლა 20-იან საბჭოთა კავშირში ნაცხოვრები ვარ და 20-იანი წლების საბჭოთა კავშირი არ მახსოვს, მაგრამ მე ვიცი, რომ საშინელი შეურაცხყოფა იყო მუკის მიერ, მებრძოლ უღმრთოთა კავშირი, ესეთი კავშირი არსებობდა, რომლებიც ძალიან 20-იან 30-იან წლებში საშინელად შეურაცხყოფდნენ რელიგიას, კარიკატურებს ხატავდნენ. მაგრამ თავში არავის მოსული აზად ამგვარი კარიკატურების დახატვა, იმიტომ რომ ეს კარიკატურები არის ზნეობრივი რელიგიას რო თავი დავანებოთ. უზნეობის ესე იგი რაღაც საშინელი გამოს არის პორნო, ჯგუფური პორნო კარიკატურები, არც ერთ ადამიანზე. როგორც არ უნდა არ მიყვარდეს მე ეს ადამიანი. არც ერთი ადამიანის დახატვა აი ამგვარად ესე წარმოჩინება, ესე უზნეო, ესე საშინელ ფორმებში, რასაც მხოლოდ პორნო კარიკატურა შეიძლება ეწოდოს, არ შეიძლება, იმიტომ რომ ყოველი ადამიანის ღვთისხატია. როგორ შეიძლება ადამიანი ამგვარად დაამცირო? როგორ შეიძლება ღვთისხატს ამგვარი შეურაცხყოფა მიაყენო? და ისეთი ფორმებით ხდება ეს, რომ ესე იგი რომ ვნახე მახსოვს, ადამიანის გონებაში ვერ თითქოს აი დემონური ის არის რა ხო, ცნობიერება ჰქონდათ ამ ადამიანებს. და სხვათა შორის მე ვნახე სურათი ერთ-ერთი დაღუპულის ჟურნალისტი თუ ჟურნალისტი ქვია ამ ადამიანს, ერთ-ერთი დაღუპულის პერფორმანსი იყო, როცა ის ხატავს, თუ ნახეთ თქვენ. ნანახი მოგწეს, ეს არ იყო ოფიციალური თანამშრომელი, თუმცა იყო კარიკატურისტი, რომელიც სავარაუდოდ ხატავს, უკაცრავად ოყნას რო გაიკეთებს და მერე ხატავს. აი ესეთ რამეს აკეთებს ეს, ესე იგი, აი ეს თვითონ აი ამგვარი კარიკატურების ხატვა, პორნო კარიკატურების ჯგუფური და აი ფიქრი იმაზე, თუ როგორ მიაყენონ შეურაცხყოფა, სულ ერთია, ვინც არ უნდა იყოს. ის ადამიანი როგორ მიაყენონ შეურაცხყოფა, ეს არ არის ჯანსაღი ფსიქიკის შედეგი, მე ესე მგონია და ეს ყოველთ ამაზეა და გარდა ამისა კიდევ ვიმეორებ, ეს მიწიერ პლანში და სამყაროს შემოქმედია, ღმერთია, ჩვენ მისი ხატნი ვართ. როგორ შეიძლება მხოლოდ რომელიმე კონკრეტული რელიგიის მისამართით გაკეთებული კარიკატურები აბსოლუტურად ყველა რელიგიას ყველა შეეხნენ. იქნებოდა ეს ისლამი, ქრისტიანობა. ქრისტიანობას ეხლა მე წეგანაც ვავსაუბრობდით, ქრისტიანები ისე არიან შეურაცხყოფილნი. ქრისტიანები. ეხლა მე პირადად შეურაცხყოფილი ვარ მეთქი, არ ვიცი, ქრისტიანული რელიგიის დამსახურება ალბათ, მე მეწოდებიან ეს ადამიანები, მე გულისხმობ ის ჟურნალისტები პირობითად მეწოდებიან ისინი ისევე არიან ჟურნალისტები, როგორც თქვათ აბორტის გამკეთებლები, ექიმები. ანუ რა ჟურნალისტები კარიკატურას ხატავ, პორნო კარიკატურას, ეს ჟურნალისტები, მე არ ვიცი ეს რას ნიშნავს, რატო არის ადამიანი ჟურნალისტი. მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. ისინი მხოლოდ მებრალებიან, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ღმერთი შეურაცხყოფილი ვერ იქნება. ეს ადამიანები დღეს ცოცხლები არ არიან, გარდაიცვალენ და
მათ წამდათ თუ არ წამდათ, ჯეროდათ თუ არ ჯეროდათ, სამყაროს შემოქმედის წინაშე დგანან და პასუხს აგებენ თავიანთი ცხოვრების გამო. ამიტომ ბუნებრივია, მე როგორც ქრისტიანს მე პირადად შეურაცხყოფილი არა ვარ. მე ვუბრალოდ მებრალებიან ეს ადამიანები, მათ საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენი. არა ეხლა ვთქვათ ამ ტერორისტების ხელით რომ აღესრულა ეს, არამედ მარადისობაში. იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანს ჯოჯოხეთი ქონდეს სულში და ის ესე სუფთად წარდგეს ღვთის წინაშე, ხო? ესია და დანარჩენი მე ვუბრალოდ ჩვენ ფიქრობდით, გაგვიშვა თუ არა ეს კარიკატურები პირდაპირ ეთერში, თუმცა საბოლოოდ ვინაიდან და რადგანაც ეს არის ჩემი საავტორი გადაცემა და მაქვს აბსოლუტური უფლება გადავწყვიტა ვის და რა თემებს დავუთმობ გადაცემას, გადავწყვიტა რომ ეს კარიკატურები ჩემთან პირდაპირ ეთერში არ მოხვედრილიყო, იმიტომ რომ არ ვთვლი რომ რაიმე მნიშვნელობის მატარებელია ეს და შესაძლებელი იყო კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა ეს მაყურებლისათვის. გიორგი ფოფხაძეა ჩვენთან საფრანგეთიდან, ხაზზე ჟურნალისტი, რომელიც პირველივე წუთებიდან საქმის კურსში იყო მიმდინარე ფაქტებთან დაკავშირებით და ვინ თუ არა მან იცის რა მოხდა და როგორია საფრანგეთში მოსახლეობის დამოკიდებულება. გიორგი, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ და გისმენთ. მოგესალმებით, ამთავრებელსალმები ჩვენ სტუმრებს. ძალიან პატივია ჩემთვის, რომ ეს გადაცემაში მამაო თეოდორესთან ერთად ვიღებ მე მონაწილეობას. თუმცა იცი რა არის, მე მაინც ყოველთვის ამ მოცემულობაში მაოცებს ხოლმე ჩვენი ქართული მიდგომა ამ ყველაფრისადმი. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ის რაც არის დაშვებული საფრანგეთში, ის არ არის დაშვებული ბელგიაში, ის არ არის დაშვებული გერმანიაში, ის არ არის დაშვებული იტალიაში, ის არ არის დაშვებული დიდ ბრიტანეთში და პირიქით, რაც არის დაშვებული, თქვათ, ბელგიაში, შეიძლება დაშვებული არ იყოს იგივე ჰოლანდიაში. აგერ 1980 წლამდე ბელგიაში, კათოლიკურ ბელგიაში აკრძალული იყო ჰოლანდიური პროტესტანტული რადიოს მოსმენა, იმიტომ რომ პროტესტანტიზმი ეწინააღმდეგებოდა კათოლიციზმს და ეს იყო ნორმა. იგივე აი ეს როცა შარლი ებდოს ეს ნომერი გამოვიდა, ეს არის მე რადიო ფრანსის მონაცემებს მოგაწვდი, აგერ და ჩვენ მსმენელს და მაყურებელსაც. დიდ ბრიტანეთში Guardian-მა და Independent-მა, ძალიან ცნობილმა გაზეთებმა, როდესაც ისინი ამ ტრაგედიის მეორე დღესვე ყველანი გამოვიდნენ მთელი რედაქცია და თქვეს, რომ გამოაქვეყნეს სურათი მე ვარ შარლი, იმავე რედაქციამ არავითარ შემთხვევაში 14 იანვარს გამოსული შარლი ებდოს გარეკანი არ გამოაქვეყნა არც პირველ გვერდზე, არც მეორე გვერდზე, გამოქვეყნებული იყო ეს ბოლოს წინა გვერდზე და ასეთი კომენტარი იყო, რომ ეს არის შესაძლებელია ამ კარიკატურას კონდეს ფრთხილათო შესაძლებელია პირდაპირ თავი ფრანგულიდან შესაძლებელია რომ ეს სტატია შარლი ებდოს სტატია იყოს შეურაცხყოფელი ჩვენი მკითხველისთვის და ის ლახავდეს კანონს ესე იგი უფლებების და თავისუფლებების შეზღუდვაზეო. ანუ ესე იგი ესეთი კანონი არის Radical Discrimination Act. აი ესეთი კანონი არის ინგლისში, რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის ასეთი რამის გამოქვეყნებას. დანიამ საერთოდ უარი თქვა გადაებეჭდა შარლი ებდო, თუმცა დანიაშიც იყო ესეთი მთელი რედაქცია და ჟურნალისტები გამოვიდნენ და მათ თქვეს, რომ ისინი თანაუგრძნობენ მათ კოლეგებს და თქვა დანიელებმა თქვეს, რომ იმის ქვეყანაში რელიგიური სახის კარიკატურები მას მერე რაც ცნობილი იყო ის ცნობილი დანიურ გაზეთში მოამედის კარიკატურა მას მერე აკრძალულია და არანაირად ეს ქვეყანა აღარ ანუ თავად ევროპულ ქვეყნებშიც და საფრანგეთშიც არ არის სიტუაცია ისე რომ ყველას იამაყებოდეს და იბრალებდეს სლოგანს მე ვარ შარლი, როგორც ამას იღებს ძალიან ბევრი ჟურნალისტი რომ დაგვანახოს დღეს საქართველოში. მოდით ამთა ეს მიუდგეთ ამ საკითხს ამან ამ ყველაფერმა არაერთგვაროვანი პოლემიკა გამოიწვია თვითონ საფრანგეთშიც სხვათა შორის ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ეს შარლი ებდოს გამოქვეყნებული სტატიები უბრალოდ იყო ასე ვთქვათ საბაბი იმისა, რომ ეს ტერორისტები, რომლებიც ამოფარებულნი არიან რელიგიის ისლამის ნიღაბს და მათ საერთოდ არაფერი საერთო არ აქვთ ისლამთან, ისინი შევარდნენ ამ რედაქციაში და მოახდინეს ტერორისტული აქტი, თუმცა
მეორე დღეს ჩვენ ვნახეთ ამ ტერორისტული აქტის მეორე დღეს შევარდნენ სუპერმარკეტში და აიყვანენ ძევლები რაიმე სახის კარიკატურებს ავრცელებდა, ხო? და იქ დაატრიალეს ტრაგედია გარდა როგორც ჩანს უბრალოდ ფრანგები თამთა სვავენ კითხვას, ძალიან დიდი მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა, რომ ეს ყველაფერი იყო მაპროვოცირებელი და უბრალოდ გაზეთი Charlie Hebdo არ უნდა გამხდარიყო ამ პროვოკაციის მატარებელი, მაგრამ საფრანგეთში არის ეს დაშვებული, ეს არ იყო გიორგი პირველი შემთხვევა, როდესაც Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელდა თავდასხმა 2011 წელს. რამდენიმე წლის წინ მოკლედ განხორციელდა მსგავსი ტიპის თავდასხმა, როდესაც მოჰამედზე გამოაქვეყნეს კარიკატურა. კი ბატონო, განხორციელდა თავდასხმა და მაშინაც რადიკალურმა ისლამის მაგრამ თამთა რა არის? რა არის? იქნებ თავიდან სადოთ გიორგისთან დაკავშირება, თორემ რამდენჯერმე წდება გიორგის ხმა და შესაბამისად აზრის აღქმა უკვე არის რთული, მანამდე მე დათოსთან მინდა რომ გადავიდე კითხვით. დათო, წინა გადაცემის თემა, ანუ ინტერაქტივის თემა, სადაც ჩემსა და მაყურებელს შორის მიმდინარეობს მხოლოდ ურთიერთობა, იყო დაახლოებით ასე ჟღერდა, რომ სად გადის ზღვარი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის რელიგიურ უფლებებს შორის, ანუ სად უნდა გავჩერდე მე ჟურნალისტი, მაშინ როდესაც ირღვევა და იწყება უკვე სხვა ადამიანის რელიგიური უფლებების რღვევა. ეს არის დამოკიდებული მხოლოდ ჩემ შინაგან ეთიკაზე და მორალზე თუ კანონმდებლობა საქართველოში და ევროპის მაგალითებზეც გარკვეულწილად არეგულირებს ამ ყველაფერს. პირველ რიგში მოგესალმებით და ზუსტად ამ თემაზე მინდა რამოდენიმე მნიშვნელოვან გარემოებასაც გავუსვა ხაზი. პირველ რიგში ვიტყვი, რომ მე შეძრული ვარ იმ ფაქტებით, რაც მოხდა საფრანგეთში. მე ასევე როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ შოკის ქვეშ, აბსოლუტურად შოკირებული ვარ იმ მომენტიდან, როდესაც მე ვნახე ის კარიკატურები. უბრალოდ არ შემიძლია გამოვთქვა ეს რა იყო ჩემთვის, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი დარტყმა. და პირველ რიგში ვიტყვი, რომ სამართლის ჩამოყალიბება გამოიწვია ერთ-ერთი შეხედულებით იმან, რომ ადამიანები ცხოვრობდით გარემოში, როდესაც ყველას ებრძოდა. ამიტომ ჩვენ ვალდიძულებული გავხდით, რომ შეგვექმნა რაღაც წესები, რომლის საფუძველზე ჩვენ ვიცხოვრებდით ისე, რომ უკვე აღარ მოგვიწევდა ერთმანეთთან ბრძოლა და რაღაც წესები ჩვენ ცხოვრებას დაარეგულირებდა. უმთავრესი ამის შემდგომ პოვა განვითარება სამართალმა და დღესდღეობით მოდით ვისაუბროთ კონსტიტუცია, რომელიც არის ქვეყნის უზენაესი კანონი. კონსტიტუციაში ადამიანის ძირითადი უფლებები არის გამყარებული და მე მინდა რამოდენიმე მუხლი გავნმარტო ამ კუთხით. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. ეს არის მე-19 მუხლი. გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს რწმენის თავისუფლება აქვს, შეუძლიათ აღიარონ ნებისმიერი რწმენა, რომელიც მათთვის მისაღები არის. ასევე გაავრცელონ ეს რწმენა, ეწეოდენ გარკვეული სახით ამ რწმენის გავრცელებას, ოღონდ ამან არ უნდა შეზღუდოს სხვათა უფლებები. ამ მუხლის მესამე ნაწილში ასე წერია, რომ დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილი თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს. ჩვენ უნდა გავავლოთ ზღვარი სხვათა უფლებებთან. რეალურად ეს გულისხმობს რას? სად მთავრდება ჩემი თავისუფლება? ჩემი თავისუფლება მთავრდება და ჩემი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება მეორე ადამიანის უფლებები. ანუ მე თუ ვიზიარებ გარკვეულ რწმენას, რომელიც ეწინააღმდეგება სხვა ადამიანის რწმენას, ჩემი უფლება შეიზღუდება და გაჩერდება იმ ადგილას, სადაც მე შეიძლება შეურაცხყოფა მივაყენო სხვა ადამიანს. ანუ ამ შემთხვევაში მე მესმის იურისტების ენა ესეთია მძიმე და ხალხისთვის გაუგებარი, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ მე ერთი კონკრეტული ჟურნალისტი თამთაღლონტი გადავწყვეტ, რომ აი ესე ჩემი საავტორო გადაცემით ვისარგებლო პირდაპირ ეთერით და შეურაცხყოფა მივაყენო რომელიმე რელიგიის წარმომადგენელს, წმინდანს, ღმერთს, წინასწარმეტყველს ამ შემთხვევაში შეიძლება თუ არა ამ ადამიანებს რომ გაასაჩივრონ ეს ყველაფერი და დადგეს ჩემი სამართლებრივი პასუხისგებლობის საკითხი. რა თქმა უნდა მოგახსენებთ ამასაც, ასევე კონსტიტუციის 24 მუხლზე ვისაუბრებ, მაშინ პირდაპირ ამ მუხლზე გადავალ და ვიტყვი, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს, გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვა საშუალებით. ეს არის დემოკრატიული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რადგანაც სწორედ ამაზე დგას ნამდვილი დემოკრატია, როდესაც ყველა ადამიანს შეუძლია თავისუფლად გაავრცელოს ინფორმაცია და გამოთქვას მისი აზრი ზეპირად იქნება წერილობით თუ ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ამას არ ჰქონდეს ზღვარი. პირდაპირ კონსტიტუციაში წერია ასეთი რაღაცა, რომ ამ უფლებების განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს,
ისეთი პირობით, რომელიც აუცილებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში სახელმწიფოს უშიშროებისთვის, დემოკრატიულ სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგისათვის, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად. ასევე კონფიდენციალური საკითხები არის, რომლებიც ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გამჟღავნოს, მაგრამ მე ზუსტად ეს არ არის ჩვენი განხილვის საგანი და ვიტყვი იმას, რომ როდესაც ვრცელდება ინფორმაცია მასმედიის საშუალებით იქნება თუ ბეჭდური მედიის საშუალებით, რომელიც სხვა ადამიანის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს, სხვა ადამიანის უფლებებს არღვევს, სწორედ აქ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო თავისი ბერკეტებით და არ უნდა მისცეს საშუალება ეს იქნება ტელევიზია თუ ბეჭდვითი ორგანო, რომ მან დაარღვიოს ადამიანის უფლებები. ესეთი საკითხი იყო ზუსტად ავსტრია ოტო პრემინგემის უნივერსიტეტის წინააღმდეგ, როდესაც ოტო პრემინგემის უნივერსიტეტმა გადაიღო ფილმი, სადაც არც თუ ისე კარგად იყო წარმოსახული წმინდანები, არც თუ ისე კარგ ფორმაში. ეკლესიამ ჩათვალა, რომ ეს იყო მათთვის შეურაცხყოფელი, მიმართა თავის უფლებების დაცვის კანონით განსაზღვრულ საშუალებებს და ავსტრია მათი პოზიცია გაითვალისწინა, აკრძალა ამ ფილმის ჩვენება. ეს გულისხმობს რას, რომ ჩვენ ხშირი არის ესეთი რადიკალური დამოკიდებულება, მე მაქვს სიტყვის თავისუფლება და ვიტყვი და გადავცემ, დაუბეჭდავ, რასაც მინდა. რეალურად ეს არ არის სწორი და ეს ჩვენ ვერ წაგვიყვანს კარგი შედეგისაკენ. სახელმწიფო სწორედ აქ უნდა ჩაერიოს და სახელმწიფომ კარგად უნდა დაარეგულიროს აღნიშნული საკითხი. სახელმწიფომ უნდა აიძულოს და უნდა შექმნას ჩარჩო, ის ჩარჩო, რომელიც გარკვეულად წინ აღუდგება ადამიანის უფლებების დარღვევას, რწმენითი უფლებების დარღვევას. ზუსტად სიტყვის თავისუფლების კონტექსტშიც კი, იმიტომ რომ როდესაც ერთი კონკრეტული ადამიანის რწმენას ეწინააღმდეგება ის, რასაც თქვათ, გადასცემენ ბეჭდური მედიით და ამას არ მოყვება არავითარი რეაგირება, ცხადი არის ეს ადამიანში იწვევს გარკვეულ უარყოფით დამოკიდებულებას და ადამიანები ხშირ შემთხვევაში რელიგიურ ჯგუფის წარმომადგენლები თავს თვლიან დაჩაგრულებად. საბოლოო ჯამში ეს ილექება ადამიანის ფსიქიკაში და საბოლოოდ ღებულობთ ისეთ ტრაგიკულ და საშინელ შემთხვევებს, როგორც მოხდა საფრანგეთში. სწორედ ამიტომ კანონმდებელი ზუსტად არა მარტო ფაქტი არის, ერთი არის რა არის კანონში და მეორე არის როგორ ვატარებთ ამას ჩვენ რეალურ ცხოვრებაში. ჩვენ ის რეალურ ცხოვრებაში უნდა გავატაროთ, უნდა დავიცვათ აღნიშნული საკითხები და თუ ჩვენ ამას სწორად გავაკეთებთ, თუ ჩვენ სწორად იქ დავსვამთ აქცენტებს, სადაც საჭირო არის, ჩვენ უკვე ავიცილებთ თავიდან ასეთ პრობლემებს და როდესაც ადრე წარმოიშვა კონფლიქტი შარლი ედბოს რედაქციასა და რელიგიურ ჯგუფებს შორის, საფრანგეთს მაშინ რომ გაეთვალისწინებინა სხვა ადამიანის უფლებები, დემოკრატიული საზოგადოების ინტერესები, ღირებულებები, სხვა ადამიანის რელიგიური გრძნობები, მე ვთვლი და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ შედეგამდე არ გავიდოდით და აღნიშნული ფაქტი არ მოხდებოდა. ამიტომ, როდესაც თითოეული ჟურნალისტი თუ თითოეული ბეჭდური მედიისა თუ სხვა საშუალების წარმომადგენელი ავრცელებს ინფორმაციას, მან ეს ინფორმაცია გარკვეულ საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევით უნდა გაავრცელოს, ისე რომ არ მოხდეს სხვისი შეურაცხყოფა და თუ აღნიშნული რაღაც მოხდება, აუცილებლად უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი. ძალიან დიდი მადლობა. მე რამდენიმე წუთით გადავალ გიორგისთან და შემდგომისა მინდა დეკანოს თეოდოროს რო დავბრუნდა. გიორგი, შარლი ებდოს ტირაჟი მაქსიმუმ იყო 60,000, რასაც აღწევდა, თუმცა შემდგომ უკვე ამ ტერაქტის შემდგომ გაცილებით გაიზარდა მათი პოპულარობა და ტირაჟი გახდა 5 მილიონი. როგორც ჩვენამდე მოაღწია ინფორმაციამ საფრანგეთში პრესის ჯიხურებთან იდგა რიგები, რომ ადამიანებს ეს ჟურნალი შეეძინათ. მილიონი ეს მოდი ჩვენ დავიწყოთ იმით თამთა რომ ეს არც ისე თუ ისე პოპულარული გამოცემა არის ერთ ჩვეულებრივი სკანდალური ჟურნალი რომელიც არავისთვის არაფრის თქმელი არ იყო მე მაგალითად არასოდეს არ მიყიდია შარლი ებდო გარდა ერთხელ როდესაც მუჰამედამდე მათ გამოაქვეყნეს რომის პაპზე ბენედიქტზე ბენუაზე ბენედიქტზე გამოაქვეყნეს ძალიან ცუდი ისა რა ქვია კარიკატურა და ნუ იმდენად აღშფოთებული იყო მთელი კათოლიკური სამყარო ჩემი მეუღლე არის თვითონ კათოლიკური მორწმუნე კათოლიკების ოჯახიდან თვითონ მართლმადიდებელია მაგრამ მისი მშობლები არიან მორწმუნე კათოლიკეები და იმდენად აღშფოთებული იყო რომ ნუ ახლა მეთქი ნახო რა ხდება რაზეა ლაპარაკი ხო მართლა საშინელი ჟურნალი იყო 60,000 ტირაჟი ეს ჟურნალი თამთა დროდადრო გვახსენებდა ხოლმე თავს იმით რომ აი ესეთ რაღაც
ხან კათოლიკები უჩივლებდნენ, ხან ნიკოლა სარკოზის შვილმა უჩივლა, ხან ვიღაცა, ხან ებრაული თემი უჩიოდა და აგებდა ერთს, მეორეს, მესამეს, მერე თვითონ კარიკატურისტმა უჩივლა. ეს ერთჯერადი იყო 5 მილიონი, თორე ის 60,000 არაცდება. ეს იყო უბრალოდ ეს мотиваცია ერთი რომ აი შარლი ებდოს იმაზე მოხდა. მე სხვა რაღაცა რაზედაც მამაო საუბრობდა აქ რომ ჩვენთან აი რაღაც აპრიორად მიიღეს ეს ყველაფერი და აი ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი შარლი, ხო? აი ძალიან სხვანაირად გაიგეს. მეც ვიყავი შარლი, მაგრამ მე ცოტა სხვანაირად ვიდექი იმ ჩემი კოლეგების, რაც არ უნდა იყოს, ის არის ჩემი კოლეგა, ცუდია, კარგია, ეს არის ჩემი კოლეგა და მე ამით მწუხარებას გავმოთქვავდი იმ მომხდარ ტერაქტზე, რაც მოხდა საფრანგეთში, თორე ამ რედაქციაში და დაიღუპენ ჩემი ჟურნალისტები. მაგრამ რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა დავსვათ, რომელსაც სვავენ საფრანგეთში და რატომღაც ეს ჩვენი უციგნური პრადვინუტობა საქართველოში გვეუბნება, რომ თურმე მაგრამი არ უნდა იყოს, ზუსტად ეს არის მაგრამი, რომ რელიგიური, არც იმის, რა ქვია, კულტურული თუ ასე შემდეგ არავის შეურაცხყოფა არ შეიძლება. და რომ მათ შეურაცხყოფა მიაყენეს იმას რა ქვია მუსულმანურ თემს, რომელიც ძალიან დიდი მეორე რელიგიაა ფაქტიურად საფრანგეთში და ჩვენ ახლა ის ადამიანები რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ იცით რა არის ჩემო ბატონებო, რომ იმ ტერორისტებს არაფერი საერთო არ აქვს მუსულმანურ რელიგიასთან, საერთოდ მუსულმანური რელიგიას აქვს ეს მამაო დამეთანხმება, ჩემზე უკეთესად იცის ეს ყველაფერი, რომ მათ არანაირად მუჰამედის არანაირი სახით არც კარიკატურის და არც იმის, რა ქვია, სურათის გამოქვეყნების უფლება არ აქვს. ეს თურმე მე ძალიან მოვიძიე და აღმოვაჩინე, რომ მერვე საუკუნეში, როდესაც მუსულმანობა ძალიან დაახლოებული იყო, ესე იგი თავისი ახლოს იდგენ თავისი იმით, რა ქვია, და მეგობრობდნენ და მეგობრობა ჰქონდათ ქრისტიანული პატივისცემა ჰქონდათ ქრისტიანული სამყაროში ბიზანტიაში, როდესაც ხატ მებრძოლეობა დაიწყო, მაშინ აკრძალეს მათაც ესა, რა ქვია, მუჰამედის იმის, რა ქვია, სურათის გამოსახვა, მაგრამ ჩვენ მე დაუბრუნდით ქრისტიანობით ისე ხატებს და ხატ გამოსახვას და ისინი არ დაუბრუნდნენ და მათთან ეს ითვლება ძალიან დიდ ცოდვად მუჰამედის სახის რაიმენაირად გამოხატვად. ეხლა შენ როდესაც იმას გინდა კარიკატურის სახით დაბეჭდე, გინდა ფოტოსურათის სახით დაბეჭდე, ეს არის ძალიან ცუდი იმათვის და არანაირად არ შეიძლება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. კი ბატონო, ვიღაცა წავიდა და სასამართლოში უჩივლა, იყო ესეთი პრეცედენტი 2011 წელს, როდესაც საფრანგეთის მუფტიატი წავიდა და უჩივლა სასამართლოში და მოუგო შარლი ებდოს, მაგრამ ვიღაცა ეხლა ის რადიკალი რო არის და გამოვარდა იმეთ ხელში, ზუსტად იმაზე ემაშება, რა ქვია, მანიპულირებს, რომ აი რელიგიას არის ამოფარებული და იმაზე მანიპულირებს ეს ადამიანი. ჩვენ რაც არ უნდა ვიძახოთ ეხლა და თვითონ მუფტმა რაც არ უნდა თქვა საფრანგეთის მუფტმა, რომ მათ არანაირი საერთო არ გააჩნიათ ისლამთანო და მუსულმანურ რელიგიასთანო, ის ადამიანები, მათი იდეოლოგია უფრო მეტად შეშფოთებულია და მოხდა ის, რაც მოხდა. ეხლა ფრანგებმაც უნდა გაიგონ ეს, რომ იცი რა არის, რაც ფრანგისთვის მისაღებია, ალჟირელისთვის ის არ არის მისაღები, ხო? აი თუ ჩვენ როდესაც ფრანგები ჩვენ გველაპარაკებიან ხოლმე და საერთოდ ევროკავშირი გვესაუბრება მულტიკულტურულ და მულტინაციონალურ ემაზე, რა ქვია, ერებზე და ეროვნებებზე და სახელმწიფოებზე, იქ ყველას ეს უნდა იყოს გათვალისწინებული, ხო? ეხლა ფრანგები მაინც ცდილობენ ასე თუ ისე გაითვალისწინონ, ხო? მე პირადად ჩემი შვილებს არანაირი პრობლემა არ შექმნიათ არასოდეს, რომ აი შობა აღნიშნოთ მართლმადიდებლურად თუ რაღაცა მართლმადიდებლური დღესასწაული ჩვენ ერთი დღით ადრე ვაფრთხილებთ სკოლას და არანაირი პრობლემა არ აქვს, ყოველთვის ათავისუფლებენ და ეხლა ორშაბათსაც ხვალაც ეხლა ეკლესიაში მიდიან ნათლისღებაზე და გაათავისუფლეს და მითხრეს რომ პრობლემა არ არის, ხო? ან მე მაინტერესებდა გიორგი ის რომ ეს სლოგანი მე ვარ შარლი, რომელიც საქართველოში ჩემგან გაუგებარი მიზეზებით ძალიან ბევრ მაიტეს, მათ შორის ადამიანებმა, რომლებიც არც თუ ისე აქტიურები არიან თუნდაც სოციალურ ქსელში და ზოგადად ვერ ერკვევიან ვერც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში და შეიძლება ტერორიზმის მნიშვნელობა არც კი იცოდნენ, გაჩნდა უცბად ესეთი შინაარსის პოსტები სოციალურ ქსელში და რეალურ ცხოვრებაში ყველა ლაპარაკობდა მე ვარ შარლი. ამ დროს წარმოდგენა არ ქონდათ ამ ადამიანებს ვინ იყო ეს შარლი და რატო იყვნენ შარლი ებდოელები და შესაბამისად მათი ღირებულებების გამზიარებლები გამოდიოდნენ ამ შემთხვევაში. მაყურებელს დავუთმოთ ზუსტად რამდენიმე წამი, გამარჯობა. ეს თამთა უნახავმა რა ნახასეს იყო რა ხია. გამარჯობა მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ.
ხელმოწერად შემოვიდივარ და ისევე ვიმეორებ, რომ შარლობით სიამაყე მიუღებელია. ღმერთმა ხდას, რომ ჩვენი რწმენა გქონდეს, მაგრამ სხვას უნდა ვცეთ პატივი. და გარდა ამისა, ეს წირმა ბოდისვიხტის წინა შემოსვლაზე მეორეზე შემოვიდივარ და წინა შემოსვლაზე ცოტა გავისეირნე ერთი ასე ვთქვათ ბელადის მიმართულებით, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია საერთოდ ბელადოფრენია. ვინც არ უნდა იყოს. ძალიან დიდი მადლობა. ღმერთად არ უნდა ჩავთვალოთ და გარდა მაგისა, ისიც მიუღებელია, რომ მიცვალებულზე არ შეიძლება ცუდის თქმა. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. ამ თემაზე არ ვსაუბრობ, ძალიან მნიშვნელოვანი რესპონდენტები მყავს, ამიტომაც დავუბრუნდეთ ისევ თემას. ხვალ ინტერაქტივში დამირეკეთ და მთელი საათი ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით. დღეს კი მაპატიეთ, მამაო, ასევე იყო სასულიერო პირების მხრიდანაც გაკეთებული ესეთი განცხადებები და პრინციპში ერთიანი პოზიცია არის დაფიქსირებული, სანამ სტუდიაში შემოვიდოდით ჩვენ ვსაუბრობდით და აგრეთვე ასევე ხაზი მინდა გავუსვა და ზუსტად ვიცი რომ გიორგის დამეთანხმება ქართული საზოგადოების ნაწილის ყოველ შემთხვევაში მხრიდან წამოსული აგრესია რომის პაპის მიმართ მას შემდეგ რაც მან გააკეთა განცხადება რომ ადამიანის რელიგიური უფლებები არის ხელშეუხებელი და არც ერთ ჟურნალისტს მათ შორის არც მე არც გიორგის და არც ერთ ადამიანს არ აქვს უფლება რომ სიტყვის თავისუფლებით ისარგებლოს და შეურაცხყოფს ადამიანის რელიგიური უფლებები. ეკლესიამ გააკეთა განცხადება ოფიციალური საპატრიარქოს აქვს გაკეთებული განცხადება. მე არ მინახავს ადამიანი, აი ესე პირადად საუბარში, მე მარტო მორწმუნე ადამიანებს არ ხვდები, მაგრამ ხვდები ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც, ავიცი, ესე ამბობს, რომ მე ვარ შარლი, იმიტომ რომ ვინც ნახა ყოველ შემთხვევაში ის კარიკატურები, მე წეღანას თქვი მგონი რომ ქრისტიანები არიან ისე შეურაცხყოფილი, ყოველ შემთხვევაში ქრისტიანების წინააღმდეგ ისეთი კარიკატურებია, პირდაპირ ღმერთია შეურაცხყოფილი, ყოვლადწმინდა სამებაა შეურაცხყოფილი, ღვთისმშობელია შეურაცხყოფილი და ისეა შეურაცხყოფილი, რომ უბრალოდ ეშმაკიც კი ვერ მოიფიქრებდა, თქვა, აი ესე ცინიკურად. და როცა ადამიანი ამბობს მე ვარ შარლი და ისე რომ ამ სიტუაციას არ იცნობს ფაქტიურად ხელის მომწერი გამოდის აი ამ პორნო კარიკატურებზე ფაქტიურად მე ვარ შარლი ნიშნავს მე ვარ პორნო კარიკატურისტი რელიგიური თქვა განხრით ხო ეს ამაზე ხელის მოწერა ვის ჭირდება როგორ შეიძლება და მე საერთოდ ჩვენ რა საზოგადოება ოჯახი ადამიანთა ერთობა მთელი დედამიწა ხო ეს რაღაც მსგავსი კატეგორიებია ოღონ რაოდენობრივი განსხვავებაა მათ შორის და ნებისმიერ საზოგადოებაში ნებისმიერ ერთობაში თუნდაც ოჯახი იქნება ჯგუფი იქნება თანამშრომლები იქნება ხო მიუღებელია ადამიანებს შორის ურთიერთობებში რომ იყოს ცინიზმი დაცინვა აი ხო ვერცეთი ვერ ვიტანთ ამას რომ ჩვენთვის მიუღებელია რომ რაღაც ნაწილი ვიღაცას დასცინოდნენ რაღაცის გამო არა აქვს მნიშვნელობა ხო ცინიკურად ექცეოდნენ ლაზღანდარობდნენ და რატომ არის ეს მისაღები სახელმწიფოში რატომ არის მისაღები სამყაროში რატომ არის მისაღები როდის ყოფილა სიკეთე როცა სხვას დასცინი ცინიკურად ექცევი აღვირახსნილად გამოხატავ და რაც შეეხება თქვათ აი ამ ტენდენციას რომ მრავალი აღიარებს მრავალი ამბობდა მე ვარ შარლი ჩვენ ხო ვიცით ეს ტენდენციები ჩვენთან სამწუხაროდ არა დიდი მასშტაბით, მაგრამ აქტიურობის თვალსაზრისით საკმაოდ არის მოდებული. ჩვენ ვიცით რა შეურაცხყოფები ადგენდა პატრიარქს, ეკლესიას, სასულიერო პირებს, მონოზვნები როგორ არიან ეს ამაზე სხვათა შორის ძალიან ხშირად შეურაცხყოფილია სწორედ აი ამ კუთხით. რაღაც ესეთი ეროტიკულ რაღაც აი ამ სტილით შეურაცხყოფდნენ აი ამ ადამიანებს და საერთოდ ესეთი ადამიანი თავის თავს აყენებს პირველ რიგში შეურაცხყოფას, რა მაგინებელი კაცი, სხვისი მაგინებელი, საკუთარი თავის მაგინებელია პირველ რიგში, მაგრამ ეს სულისკვეთება რაღაც ნაწილში საზოგადოებისა არის. ეს საზოგადოებით ეს ნაწილი ნებსით უნებლიეთ. თვითონ გამოდის განხეთქილების, საზოგადოებაში განხეთქილების შემტანი, შფოთის შემტანი, უსიყვარულობის შემტანი, დაძაბულობას ქმნის. რა თქმა უნდა ისინი ამ შემთხვევაში ჩვენ შემთხვევაში მხოლოდ ქრისტიანებს შეურაცხყოფენ, იმიტომ რომ ქრისტიანული რელიგიის სპეციფიკა არ ითვალისწინებს იმას, რომ შეურაცხყოფელს ამგვარ შეურაცხყოფელს პასუხი მოსთხოვო. მათ ძალიან კარგად იციან, ამიტომ საქართველოში არ შეურაცხყოფენ აი ეს ადამიანები არ შეურაცხყოფენ არც მუსულმანებს თქვა სხვას, იმიტომ რომ იქ იციან რომ სხვადასხვა დამოკიდებულება ექნებათ. ანუ ამ ადამიანებს ამ შემთხვევაში რაღაც თავს დაცულად გრძნობენ. შეიძლება ქრისტიანების შეურაცხყოფა, ჩვენ პასუხს არ ვცემთ არავის, არ ვაგებინებთ, მაგრამ
რომ მე როგორც გვდელი ვამბობ, რომ ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ სუპერიორი სკოლისა თქვენს სულს აზიანებს და ადამიანი ერთი წუთი სოფელია და რატო უნდა იყოს ჩემი ცხოვრების საზრისი, ჩემი ადამიანური არსების თავარი საქმიანობა დედამიწაზე, სხვას დავცინო, თუნდაც როგორც არ უნდა არ მესმოდეს მის, როგორც ვერ უნდა ვხვდებოდე, ხო? და ეგ ცალკე თემაა და რომის პაპის მიმართ წამოსული აგრესია, როდესაც მან გააკეთა ამ ადამიანების არათანხვედრი კომენტარი, საერთოდ როგორ არის? რომის პაპი, ახლანდელი რომის პაპი მოსწონთ, როცა ის თავდაბლობას ავლენს. ჩვენ ვიცით, ახლა ეს განსაკუთრებული ადამიანია, ხო? განსაკუთრებული ბუნებითად არის ეს ადამიანი, საოცარ თავდაბლობას ავლენს, განსხვავებით სხვა რომის პაპებისაგან. ეს მოსწონთ, მაგრამ როგორც კი რომის პაპი, როგორც სოფხედველობრივად ქრისტიანი, ხო, და რომის ეკლესიის ეპისკოპოსი იცავს იმას, რისგანაც უნდა იყვებებოდეს ეს თავდაბლობა და ადამიანური ღირსება, ხო? ანუ ქრისტიანულ სარწმუნოებას, უფალს, ღვთისმშობელს, იმ წამსვე ესე იგი მის წინააღმდეგ აგრესია გაჩნდა და საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ალბათ ამ ადამიანებმა ეს ადამიანები, ვინც აი სიწმინდეებს შეურაცხყოფენ და ვერ იტანენ სიწმინდის დაცვას, ხო? ალბათ არ აქვს გაცნობიერებული ქრისტიანული სარწმუნოების არსი. შეიძლება ამ შემთხვევაში ჩემი როგორც სასულიერო პირის ბრალიც იყოს, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მე ვერ ვაგებინებ თქვათ ამ ადამიანებს, ვიღებთ ჩემ თავზე ლაპარაკობ. მაგრამ ქრისტიანობა არ იმსახურებს ამას. ევროპისგან მით უმეტეს არ იმსახურებს, იმიტომ რომ ევროპული ცივილიზაცია, ანუ თანამედროვე ცივილიზაცია თავისი აი ღირებულებების თქვათ მიხედვით თუ გაამჟით, ეს ყველაფერი ქრისტიანობიდან ამოზრდილია და ფაქტობრივად ქრისტიანული რელიგია არის დედა ევროპული ფასეულობებისა და ეხლა გაიზარდა ევროპა და მოუბრუნდა თავის დედას აგინებს და რანაირი მორალია ეს და რას ნიშნავს ეს საერთოდ ეს ნიშნავს თვითკვლელობის დასაწყისია ეს ამით ფაქტობრივად რადგან ღმერთი არსებობს და რადგან აქედან გამომდინარე რადგან ღმერთი არსებობს სამყაროს არსებობის ფუნდამენტალური კანონი არის სიყვარული და სამართლიანო სიმართლე. სიყვარული და სამართლიანობა ნაკლებად მიყვარს ეს სიტყვა სიმართლე. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ღონეს რატომ ეს სხვა თემაა. ამიტომ და ზნეობა. ამიტომ ნებისმიერი უზნეო საქციელი, უსამართლო საქციელი და უსიყვარულო საქციელი, კიდევ ვიმეორებ იმის გამო, რომ ფუნდამენტალურ კანონი, რითაც სამყარო არსებობს, იმიტომ რომ ღმერთი არის სწორედ სიყვარული, სიმართლე და ზნეობა, ნებისმიერი ქმედება აი ამ ღირებულებების წინააღმდეგ ადამიანსაც, ადამიანთა ჯგუფსაც, მთელ საზოგადოებას და მთელ დედამიწას საფრთხის წინაშე აყენებს, იმიტომ რომ ეს თვითგანადგურების ტოლფასია, თვითგანადგურებას ეწევა. და ის რაც მოხდა იგივე საფრანგეთში და თან ეს რო არ ჩერდებიან ეს თქვათ ეს რედაქცია და ხელშეწყობა აქვს სახელმწიფოდან, ხო? ეს ნიშნავს რაღაცა კიდევ სტიმულირებას აი ამ აგრესიისა. გრძელდება პროვოცირება, სოფლიობი გამოიწვიოს. ბატონო? რადიკალი ისლამისტების პროვოცირება კვლავ გრძელდება. რა თქმა უნდა, და ამას შეიძლება სოფლიობი გამოიწვიოს, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, რომ იქ ტერაქტი მოხდა ამერიკაში, რა პროცესები დაიწყო იმის მერე. აი ეს მთელი აღმოსავლეთში ეს ხო? ამას შეიძლება შეეხო საქართველოსაც, იმიტომ რომ არსებობს ესეთი ბათუმელი რადიკალი მუსლიმი უბრალოდ თამაზ ჭაღალაძე უბრალოდ და მან გავრცელა ვრცელი ესეთი წერილი, სადაც ემუქრება ქართველებს, მართლმადიდებლებს, მათ შორის, შემდეგ ამ ყველაფერს განმარტებაც მოყვა და თქვა, რომ კონკრეტულ ადამიანებს ემუქრებოდა ეს ყველაფერი, თუმცა ფაქტია, რომ საქართველოსაც ემუქრება საფრთხე ამ ყველაფერს, ასევე რომ არ დამადანაშაულონ მე იმაში, რომ მუსლიმების წარმომადგენელი არ ყავდა გადაცემაში მოწვეული და თქვა გადაცემაში იყო გარკვეული დისბალანსი, მოწვეული ყავდა, უნდა მოსულიყო, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხა მან მოსვლა, პირდაპირ ეთერში შემატყობენ ეს მე ეს ამბავი, თუმცა სხვა გადაცემაში ალბათ აუცილებლად მოვეწოთ მასაც ამ ადამიანებს და თავიანთ პოზიციას ისინი დააფიქსირებენ. მე მინდა წავიკითხო ამ თამაზ ჭაღალაძეს მიერ გავრცელებული განცხადებიდან მცირე ამონარიდი. კარგი მთქმელს კარგი გამგონე უნდა, კარგი ქართული ანდაზა, მიმართვა ქართულ ხალხს ისლამური ხალიფატის მებრძოლი ქართველებისაგან. ჩვენო ხალხო, ისლამი არაა ტერორიზმი, ისლამი მშვიდობის, სიყვარულის და ერთგმერთიანობის რელიგია. ჩვენ ვინც აქ ვიმყოფებით სპეცსამსახურებმა გვაიძულა ქვეყნიდან წასვლა. ჩვენ საქართველოში დავტოვეთ ჩვენი სამშობლო ოჯახი, ახლობლები და მეგობრები ეს ყოველივე ჩვენზე მოქმედებს, ჩვენ მშვიდობიან მოქალაქეებს არ ვებრძვით და არც საქართველოს ისედაც მასონების პოლიტიკით გაუბედურებულ ხალხზე არ ვიძიებთ ჩურს, ჩვენ
ჩვენ პასუხს ვაგებინებთ იმ პოლიტიკოსებს, მაღალჩინოსნებს, სპეცსამსახურებს და მათ, ვინც ამერიკულ-რუსული პოლიტიკისათვის მუსლიმანების დახოცაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოში წლების განმავლობაში ავიწროვებდნენ მუსლიმანებს აჭარლებს, ქისტებს, მესხებს, აზერბაიჯანელებს, ამიტომ კარგად დაფიქრდით, მასონების მსხვერპლი ხართ და ჩვენ მასონებს ვებრძვით. საკმაოდ მთელი განცხადება და არ მინდა რომ დრო დავკარგოთ ამასთან დაკავშირებით, თუმცა რომ ფაქტია, რომ არაერთი მსგავსი ტიპის განცხადება გავრცელდა და ცეცხლი კვამლის გარეშე არ არსებობს და ჩემი აზრით საკმაოდ სახიფათოა და ისეთი ნიშნები შეინიშნება ამ განცხადებებში, თუნდაც საქართველოს მისამართი და განსაკუთრებით შარლი ებდოს ამბების შემდგომ უკვე ფაქტია, რომ ქვეყანამ გარკვეულწილად ანტიტერორისტული ნაბიჯები უნდა გადადგას, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არ დაუშვას, შენი როგორც იურისტის პოზიცია როგორი იქნებოდათ? ჩემი პოზიცია, რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მე თვითონ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, როდესაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, მაშინვე გავეცანი და რეალურად მართლაც რაღაც ნაპერწკალი თუ არ არის, რეალურად არ ხდება მაშინ რაღაც სერიოზული დაპირისპირება ადამიანებს შორის. ეს ადამიანი არის ადამიანი, რომელიც დაიბადა საქართველოში, გაიზარდა საქართველოში, უცებ მიდის საქართველოდან, უერთდება მუსლიმანურ ხალიფატს და შემდეგ ავრცელებს ასეთ განცხადებას. მე ამ ადამიანთან დაკავშირებით მოვიძიე ინფორმაციები, სადაც ის პირდაპირ აძლევდა ინტერვიუს ჟურნალისტებს და წერდა ესეთ რაღაცას, რომ მასზე ხდებოდა კონტროლი, როდესაც იგი ცხოვრობდა საქართველოში, რამოდენიმეჯერ თუ არ ვცდები წერდა, რომ 18 ჯერ დამიბარესო, დამკითხესო, საერთო მეგობრებს მომიგზავნიდნენ ხოლმე, რომ ჩემი პოზიციები ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ და ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ და ასე შემდეგ. ამ ადამიანში არის გარკვეული, ესე ვთქვათ, ნეგატიური განწყობა საზოგადოებისადმი და მე ამაში პირველ რიგში დამნაშავედ თვლი, რა თქმა უნდა, თვლის სახელმწიფოს დამნაშავედ, იცით რატომ? რეალურად არის საქმეები, უამრავი საქმე არის რეალურად, რომლებიც არ არის გამოძიებული, სათანადო პასუხი არ მოეთხოვათ ადამიანს, ვინც დანაშაულები ჩაიდინეს, ვინც ესე ვთქვათ, ამ რელიგიური ჯგუფების შეურაცხყვეს და საბოლოო ჯამში ეს გამოიწვევდა ეს უარყოფით შედეგს. მინდა ვისაუბრო კონკრეტულ შემთხვევაზე. ვახსენეთ ჩვენ მეჩეთზე ღორის თავის გაკვრის შემთხვევა. ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს პროტესტი იმის მიმართ, რომ აშენებ მეჩეთს. თუმცა ამ პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა, მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ, მაგრამ როდესაც მე ეს პროტესტი და ეს ფორმა, როდესაც ნახეს ტელევიზიაში, უბრალოდ შოკირებული ვიყავი. იმიტომ რომ ეს იყო საშინელება ჩემთვის. რა თქმა უნდა, არ არის. შენი მეგობრის რელიგია შეურაცხყოფა, შენი თანამოქალაქის რელიგია. არაერთი მეგობარი მუსლიმები, რომლებიც ანალოგიურ საკითხში ისევე დაიცავდნენ ჩემრწმენას, როგორც დავიცავ მე მათსას. ეს იყო ერთი კონკრეტული შემთხვევა. მე მაინტერესებს რა პასუხი მოთხოვეს ამ ადამიანებს. მეორე შემთხვევაზე ვისაუბროთ ლაფანყურის სპეცოპერაცია, სადაც მოხდა ახალგაზრდების ქისტების, რომლებიც იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, მათი ლიკვიდაცია. არ არის ეს საქმე გამოძიებული, არ არის დადებული დასკვნები. საერთოდ მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩატარდა წესების დაცვით ეს ოპერაცია. რეალურად შესაძლებელი, ჩემი აზრით შესაძლებელი იყო, რომ აქ სისხლის ზღვის გარეშე მოგვარებულიყო ყველაფერი. თუმცა ეს ხო ფაქტია, რომ სირიაში ძალიან ბევრი ქისტი ახალგაზრდა მიდის და იგულება ამ საკითხს ახლავეში, ამ საკითხს შევეხებით, ძალიან სენსიტიური თემა არის საქართველოსთვის და ჩვენ უსაფრთხოებაზე ზუსტად იმოქმედებს ეს გარემოება. ლაფანყურის სპეცოპერაცია რასაც ემსხვერპლა ეს ქისტი ახალგაზრდები, გააღიზიანა არა მარტო ქისტი და ჩეჩენი მოსახლეობა, არამედ მთელი საქართველო, თუმცა სირიაში არიან ადამიანები, რომლებიც იარაღით ხელში იბრძვიან ჯიჰადისტვის, საქართველოს მოქალაქეები, ქისტები და ეს ქისტები იმ ბიჭების ძმები და მეგობრები და სულიერი ძმები იყვნენ, ვინც ლაფანყურის სპეცოპერაციაში დახოცეს. გავრცელდა კიდევაც განცხადება. გარკვეულ კავშირებს ხედავ შენ. მე გარკვეულ კავშირებს რა თქმა უნდა ვხედავ. გავრცელდა განცხადება მიმართვა, რომელიც გავრცელეს ქისტებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც გამოხატეს მათი პოზიცია, რომ ჩვენ არ ვართ ჯიჰადისტები, ჩვენ არ ვართ ტერორისტები, ჩვენ ვართ მორწმუნე მუსლიმანები, ვიცავთ ჩვენ წესებს, თუმცა ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც ლაფანყურში მოხდა, მათ მოკლეს ჩვენი ძმები და მათ უნდა აგონ პასუხი. ადამიანები, რომლებიც იბრძვიან სირიაში უმრავლესობა ლაფანყურში მოკლული ბიჭების მეგობრები შეიძლება იყვნენ, ნაცნობები შეიძლება იყვნენ, კლასელები შეიძლება იყვნენ. ისინი გულში გრძნობენ ამ ტკივილს. მათი ლიდერი წითელ გენერლად მათი ლიდერი ამ საქმესაც შევეხები ზუსტად კონკრეტულ საქმეებზე ვსაუბრობ. დრო გაგვექცევა მალე 4 წუთი. თარხან ბათირაშვილის საქმეც მინდა რომ ვახსენო. თარხან ბათირაშვილი იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ოფიცრის ჩინი ჰქონდა, როგორც ვიცი და ეს ადამიანი აგვისტოს ომში ჩვენ მხარეს იბრძოდა და მოხდა ისე რომ ეს ადამიანი დააკავეს.
დააკავეს იარაღის უკანონო შენახვის გამო და ერთ-ერთ ინტერვიუში მამამისი, როდესაც ყვება იმ გარემოებებს თუ როგორ დააკავეს თარხან ბატირაშვილი, მე რეალურად კითხვის ნიშნები მებადება. იყო თუ არა ეს იარაღი მისი, დააკავეს თუ არა სწორად. თარხან ბატირაშვილთან ერთად ბევრი რამოდენიმე ასევე სამხედრო პირი დააკავეს აღნიშნული საფუძვლით და აქაც დიდი კითხვის ნიშნებია და ზუსტად ამის შემდგომ ბათირაშვილი მიდის სირიაში, ატოვებს სიტყვებს მამასთან, რომ მე ამ სახელმწიფოს აღარ ვჭირდები და მე მივდივარ აქედან და ხდება ჯიჰადისტი. აქედან გამომდინარე მე მებადება კითხვა. იქნებ ჩვენ ვუბიძგეთ და ჩვენ გაუყვალეთ გზა ამ ადამიანს მივეცით მიმართულება წასულიყო მცდარი გზით. ჩვენ დანაშაულს ხომ უნდა ვხედავდეთ. როდესაც რეალურად ესეთი რაღაც საქმეები და დანაშაულებები ხდება, სახელმწიფომ ეს უნდა გამოიძიოს, უნდა დაიდოს დასკვნები, უნდა დაისაჯონ ადამიანები, რომ საზოგადოებაში არ იყოს უარყოფითი განწყობა, არ იყოს დაჩაგრულობის განწყობა. თორემ ის ადრე თუ გვიან ეს თავის ნეგატიურ შედეგს გამოიღებს, რა თქმა უნდა, და საბოლოო ჯამში მუქარა რაც წამოვიდა, ამ მუქარას გარკვეული მიზეზები და საფუძვლები უდევს, მე მგონი. რამდენად რეალურია ეს მუქარა და რამდენად შეიძლება რომ ასრულდეს? ეს მუქარა დამიჯერეთ, მე ვფიქრობ, რომ არის რეალური და ვიტყვი იმასაც, რომ მუსლიმანური სახელმწიფო, ჩემი აზრით და ყველა დამეთანხმება ამაში, რომ ტერორიზმის ახალი დონე არის, მუსლიმანურმა სახელმწიფომ რადიკალი ისლამისტების, ანუ იცით როგორი რაღაცა არის, ჩვენ გარკვეულწილად გვიჭირს უკვე საუბარი იმაზე, რამდენი ჩვენი მოქალაქე არის სირიაში. არის მთელი რიგი გზები. ხალხი გადადიან თურქეთში არის გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ამ ხალხის მობილიზებას უწყობენ ხელს, ჩემი აზრით, და თურქეთიდან არალეგალური გზებით გადადიან ეს ხალხი სირიაში. რეალურად არსებობს იმის რისკი, რომ ჩვენ ადამიანი გვგონია თურქეთში, სულ არ ვეჭობთ იმ ადამიანზე რამეს, შეიძლება გადასული იყოს ამ დროს სირიაში, შემდგომ გადმოვიდეს საქართველოში, დაბრუნდეს საქართველოს ტერიტორიაზე და რა მითითებას მიიღებს იმის მიხედვით, რას გააკეთებს, იმას ვერ გავიგებთ. ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვართ. მინდა გითხრათ, რომ ევროპის ქვეყნებიდან ათასობით ახალგაზრდა წავიდა და ჯიჰადისტებთან ერთად ხელში აიღო იარაღი. ქრისტიანი ახალგაზრდები 18-19 და უფრო დიდი ასაკის წარმომადგენლები. ძალიან დიდი მადლობა. დათო დაახლოებით 30 წამი გვაქვს, მე არ მინდა რომ მამა თეოდორემ არ დაასრულოს დღევანდელი ჩვენი გადაცემა. რას ურჩევდით მოსახლეობას ამასთან დაკავშირებით? ერთია ის, რაც უკვე მოხდა და ტრაგედია, რომელიც საფრანგეთში დატრიალდა, თუმცა 1 საათი არ არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ ვისაუბროთ. არსებობს რისკები იმისა, რომ საქართველოშიც განმეორდეს მსგავსი ტრაგედია, თუ გავიცვალისწინებთ იმ ვიდეო მიმართულ, სადაც პირდაპირ ემუქრებიან მართლმადიდებელ მოსახლეობას. მე როგორც ქრისტიანი ამ შემთხვევაში და არა სახელმწიფო მოღვაწე, ვამბობ, რომ აქ ჩვენი იარაღი არის სიყვარული ღვთისა, ოღონდ ნამდვილი სიყვარული ეს უნდა ვიცოდეთ რა არის და სიყვარული მოყვასისა, ადამიანისა, ნებისმიერი რასისა თუ რელიგიის წარმომადგენლისა. ყველანი ადამიანშვილები ვართ, ერთმანეთის ძმები ვართ და ოღონდ ეს სიყვარული უნდა იკვებებოდეს ჩვენი სიყვარულით უფლისადმი, იესო ქრისტესადმი. როცა ქრისტიანი ესე ცხოვრობს, ის გარშემო მშვიდობას თესავს და მშვიდობა ისეთი ძალაა, რომ ჩვენ უკვე ყველანაირი პრობლემის პრევენციას ახდენს. უღმესი მადლობა დეკანოზე თეოდორე გიგნაძე იყო დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი, დათო გირგვლიანი, ადვოკატი, იურისტი, უნდა ყოლოდა მუფთის წარმომადგენელი, თუმცა ვერ მოახერხა ობიექტური მიზეზების გამო და უღმესი მადლობა გიორგი ფოფხაძეს, რომელიც ჩაგვერთო საფრანგეთიდან, ასევე დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს და დროებით.